ბათუმის სპორტში მდგომ ამერიკულ სამხედრო გემს ტაუძე ერთობლივი წვრთნები უკვე დაიწყო. ბათუმის სანაპირო დაცვის 40 მეზღვაურს ამერიკელებმა სხვადასხვა ოპერაციებში წვრთნები ჩაუტარეს, კერძოდ ძებნა გადარჩენის, ცეცხლთან ბრძოლისა და მტრის შემოსვლის დროს, ასევე გემზე პოზიციების დაკავების მოქმედებებიც აჩვენეს. ხვალიდან ამერიკული გემი უკვე ფოთის პორტში გადავა და მსგავს წვრთნებს ფოთის სანაპირო დაცვის მეზღვაურებთან გაივლიან. გემის ტაუტი საქართველოს საზღვაო აკვატორიას 19 ივლისს დატოვებს. დღეს ჩაგვიტარდა აბორდაჟის ცნები ამერიკელი მეგობრების დახმარებით, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცნები. სააბორდაჟო პროცედურები, რომელიც იგულისხმება გემზე ასვლა, გემის შემოწმება, დამღები პირის აღმოჩენის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა განვერყოთ პიროვნება. ჩავატარეთ ერთობლივი ხანძრის საწინააღმდეგო ბრძოლა, ჩავაგდეთ ხანძარი. ესეთი ცნები რო ტარდება, მარტო ხანძრის კი არა, კატარღის, ხომალდის გადარჩენაზე, ძებნა გადარჩენაზე, სხვადასხვა სწავლებები რო ტარდება, ეს ძალიან სასიამოვნოა და უკეთესი იქნება ახალგაზრდა მეზღვაურებისთვის.